და კიდევ ერთი საკითხი და ახალი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც ელჩები შესაძლოა დანიშნოს პრეზიდენტმა და მთავრობამ პარლამენტის თანხმობის გარეშე. ამ კუთხით უკვე ახლა სამოქმედებელ კონსტიტუციის შესაბამის მუხლებში ჩადებულია პირობა, რომლის მიხედვითაც ელჩების დანიშნვის პროცედურას ეთიშება პარლამენტი. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები სწორედ ამ გამომდინარე კანონპროექტთან დაკავშირებით მსჯელობენ მეორე მოსმენით და ისინი აცხადებენ, რომ ეს არის მათი მხრიდან იძულებითი ინიციატივა, იქიდან გამომდინარე, რომ კანონი წინააღმდეგობაში მოდის ასამოქმედებელ კონსტიტუციასთან, თუმცა ასევე აღინიშნება საკითხის ინიციატორების მხრიდან, რომ მიუხედავად იმისა, რომ დღეს საპარლამენტო უმრავლესობა ელჩების დანიშნვის წესის შეცვლას მხარს დაუჭერს, ამ საკითხს უახლოეს მომავალში კვლავ მიუბრუნდება და აცხადებენ, რომ პარლამენტის თანხმობის გარეშე დანიშნული ელჩების ლეგიტიმაცია არ იქნება მაღალი დონის. გადასტურებ, რომ ახალი ცვლილების მიხედვით პარლამენტის გვერდის ავლით ხდება ელჩების დანიშვნა, მაგრამ ეს არ არის ის ინიციატივა, რომელიც ჩემს ინტერესებში შედის, არც ერთი ჩემი კოლეგის ინტერესში არ შედის, მეც არ მომწონს, მაგრამ გამოწვეული არის იმ აუცილებლობით, რომელიც ახალი კონსტიტუციის ახალ რედაქციას უკავშირდება, რომელიც უნდა ამოქმედეს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პრეზიდენტის ინაუგურაციის დღიდან, რაც ნიშნავს იმას, რომ 73-მდე მუხლში განსაზღვრული არის, რომ ელჩების წარდგენასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა და პრეზიდენტი. ცვლილება, რომელიც იყო ინიცირებული, არის განპირობებული მხოლოდ იმიტომ, კანონმდებლობა მოვიყვანოთ შესაბამისობაში იმ კონსტიტუციასთან, რომელიც ამოქმედება პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ. ჩვენ კომიტეტში შევთანხმდით იმაზე, რომ ეს კანონი მისაღებია, რომ არ იყოს არაკონსტიტუციური, ხოლო შემდგომში ვიმუშავებთ იმისათვის, რომ ეს იქნეს გამოსწორებული და პარლამენტმა, როგორც საგარეო პოლიტიკის განსაზღვრავ ერთ-ერთ უმაღლესმა ორგანომ, უზრუნველყოს საკუთარი მონაწილეობა ისეთ მნიშვნელოვან პროცესში, როგორც არის ელჩების შერჩევა. პარლამენტის ხდომა ამ წუთებშიც მიმდინარეობს და დეპუტატები ყენჩს უყრიან ძირითადად მეორე და მესამე მოსმენით იმ კანონპროექტებს, რომელშიც უკვე შედის ცვლილებები კონსტიტუციის ახალი რედაქციიდან გამომდინარე, იქიდან გამომდინარეც, რომ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის ფიცის დადების მომენტიდან ქვეყანაში ახალი კონსტიტუციური ნორმები ამოქმედება, არც ერთი კანონი არ მოვიდეს წინააღმდეგობაში ქვეყნის მთავარ დოკუმენტთან, ასეთი კანონთა რაოდენობა კი საბოლოო ჯამში 160-მდეა. მადლობა მიშა, პარლამენტიდან პირდაპირ ეთერში მიხეილ ფეიქრიშვილის